ექსპო ჯორჯიაში კი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა იმართება. Wine Expo Georgia 2015 ორი დღე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 100-მდე კომპანია მიიღებს. გარდა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელებისა კიდევ რა არის წარმოდგენილი ექსპოზიციაზე და რას აცხადებენ ქართული კომპანიები, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის მსგავსი სახის ღონისძიება სოფო ბერიძე განავრცობს თემას. დეტალებით პირდაპირ ეთერში სოფო გისმენთ. საერთაშორისო გამოფენა საქართველოში იმართება უკვე მერვედ იმართება ეს ღონისძიება საქართველოში და მეშვიდედ შედგება კონკურსი უშუალოდ ღვინის წარმოებელი კომპანიებისათვის და ჟიური გამოავლენს. გამარჯვებულებს ეს იქნება ორშაბათს, თუმცა მანამდე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გარდა დღევანდელ ღონისძიებაზე წარმოდგენილია შესაფუთი მასალები, მანქანა-დანადგარები და აქ მოსულ საზოგადოებას შეუძლია დააგემოვნოს როგორც სხვადასხვა კომპანიების პროდუქცია, ასევე უშუალოდ მცირე და საოჯახო მარნების მიერ წარმოდგენილი ღვინოები და ტრადიციულად დამზადებული ყველი. ღონისძიებაზე ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელმაც ისაუბრა ამ ღონისძიების მნიშვნელობაზე. ოთარ დანელია ამბობს, რომ ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს სწორედ ქართული ღვინის პოპულარიზაციას და დღეს აქ მონაწილეობას იღებენ არა მხოლოდ ქართული კომპანიები, არამედ 100-მდე კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. თავად მწარმოებლებსაც მიაჩნიათ, რომ ეს არის საშუალება იმისა, რომ მოახდინონ საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაცია. დღეს ცხადია საუბარი იყო ასევე ქართული ღვინის ექსპორტის შემცირებულ მაჩვენებელთან დაკავშირებით, რაც როგორც კომპანიებისგან, ასევე მინისტრის მხრიდან აიხსნება რეგიონში არსებული ვითარებით. საქართველოს ღვინო ძალიან ცნობილი იყო საბჭოთა ქვეყნებში, ეხლა უკვე პოსტსაბჭოთა სივრცეში, მაგრამ მაინც და მაინც ცნობილი არ იყო მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ამიტომ მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის საერთაშორისო ღონისძიებები, რათა კიდევ უფრო პოპულარიზაციას შევუწყოთ ხელი. მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ აქ პირველ რიგში დიდი გავლენა იქონია უკრაინამ, ვინაიდან უკრაინა გახდათ ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი და გადაინაცვლა მესამე ადგილზე. შესაბამისად აქ საკმაოდ დიდი კლება იყო ბუნებრივია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფომ ჯერ კიდევ შარშან დაიწყო დივერსიფიკაციის პოლიტიკა, რეალურად ჩვენ გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე უნდა გქონოდა იმ შემთხვევაში, რომ ეს პოლიტიკა არ გაგვეტარებინა. ყავს უამრავი ვიზიტორი აღნიშნულ ღონისძიებას, მათ შორის საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან, ექსპორტის ბაზრებიდან და ხელს უწყობს პოპულარიზაციას არა მხოლოდ შიდა ბაზარზე, ასევე საექსპორტო ბაზარზე, რაც შემდგომში აისახება ქართული ღვინის უფრო მეტი ცნობადობისთვის უცხოეთში. შესაძლებლობა აქვს ჩვენი პროდუქცია წარმოვადგინოთ, გავაცნოთ ხალხს, დასაჯონ ჩვენი ნაშრომი დააფასოთ. და შემდეგში კიდე ბაზარის მოსაპოვებლად გვაქვს უფრო მეტი შანსი მოეწონოს პირველი გამოჩნდეს და გავყიდოთ ჩვენი პროდუქცია. ღვინის საერთაშორისო გამოფენა ექსპო ჯორჯიაში გაგრძელდება კიდევ 2 დღის განმავლობაში და ნებისმიერ დამთვალიერებას შეუძლია აქ მოვიდეს და აგემოვნოს ქართული, ასევე უცხოური ღვინო და შემდეგ არჩევანი კონკრეტულ კომპანიებზე თავად გააკეთოს. ეს იყო